კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო კომერსანტი აგრძელებს თქვენს მუშაობას უწყვეტ რეჟიმში და მოკლედ როგორც უკვე დავაანონსე წინა სეზონის გავსად შემოგვერდა კვლავ ტრადიციული რუბრიკა როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე Citycom-თან ერთად და დღეს ძალიან საინტერესო თემით გავხსნით მოკლედ ამ ახალ სეზონს მეზობლობის საერთაშორისო დღე 2025 გაიხსენე მეზობლობა მოკლედ ესეთი სათაურით თარიღდება ეს ღონისძიება შეგახსენებთ რომ წინა წელსაც იყო ღონისძიება რომელიც წარმატებით ჩაიარა და ნახოთ დღეს რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ამ წლევანდელ ღონისძიებაზე. საინტერესო სპიკერები შემოგვერდნენ ნათია ურახელაშვილი, Citycom-ის გაყიდვების უფროსი მენეჯერი და ასევე ნინო წარიაშვილი, Citycom-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ საუბარი. ნინო, თქვენგან დავიწყოთ. შარშან გვახსოვს პირველად აღინიშნა მეზობლობის დღე საქართველოში და წელს რა იგეგმება ამაზე ვესაუბროთ ჩვენს მსმენელს მეზობლობის დღის შესახებ რომ მოგვიგეთ. კეთილი პირველ რიგში სასიამოვნოა კვლავ აქ დაბრუნება ჩვენი რუბრიკით და მოხარულები ვართ რომ ესეთი კარგი ამბით გავხსნით ჩვენს სეზონს შეგახსენებთ რომ მეზობლობის დღე არის საერთაშორისო დღესასწაული რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში აღინიშნება და წინა წლიდან მოყოლებული ჩვენ როგორც მეზობლობის ესეთი მთავარი ამბასადორები საქართველოში გადავწყვიტეთ რომ ეს დღეც აუცილებლად ჩვენთანაც უნდა აღინიშნოს წინა წელს ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა როგორც Citycom-ებს შორის ისე სხვა თბილისელებს შორის და წელს გადავწყვიტეთ რომ ამისთვის უფრო დიდი მასშტაბი მიგვეცა და წელს 28 სექტემბერს კვირა დღე არის ქალაქის ცენტრში, წითელ ბაღში, ეგრეთ წოდებულ გოძიაშვილის ბაღში, ჩატარდება მეზობლობის დღე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ყველა მსურველს, ყველა უბნელის მაცხოვრებელს და წლევანდელი მეზობლობის დღის მთავარი თემატიკა არის გაიხსენე მეზობლობა თბილისის განსხვავებული უბნები. კი ბატონო, აი თემატიკასთან დაკავშირებით ნათია თქვენ ჩაგეკითხებით, უფრო დეტალურად რო გითხრათ, რას გულისხმობს ეს თემატიკა? წელს პირველ რიგში მოგესალმებით წარმატებულ სეზონს გისურვებთ. რაც შეეხება სამეზობლოს დღეს, წელს კონკრეტულ უბნებზე იქნება კონცენტრირებული, სადაც ყველა უბანს დაეთმობა მისი კონკრეტული პატარა ადგილი, სადაც წარმოაჩენენ მათ სახეს, ფერებს, ადამიანებს და ამით ჩვენ გვინდა რომ მეზობლებმა და უბნებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაინახონ მათი კონკრეტული დეტალები და უფრო ახლოდან დაინახონ ქალაქის სახე. კი ბატონო, ნინ დარწმუნებული ვარ რომ ახლა ამ ვიდეოს ან ლაივ რეჟიმშიც ბევრი ადამიანი გვისმენს, რომელიც უკვე ჩართულია თქვენი ასე ვთქვათ დიდი ოჯახის წევრია და აი მათ რო უთხრათ რას უნდა ელოდონ ისინი უშუალოდ 2025 წლის მეზობლობის დღეს. კეთილი, როგორც თქვი, ჩვენი თემატიკა არის თბილისის განსხვავებული უბნები და ზუსტადაც ამის ირგვლივ ვიტრიალებს მთავარი აქტივობები, დღე იქნება საკმაოდ დახუნწული და დატვირთული ჩვენი პარტნიორ ბრენდებთან ერთად. მთავარი აქტივობა იქნება თბილისის სხვადასხვა უბნების სტენდები, სადაც ყველა მსურველი, ყველა უბნელი თავის სტენდთან შეძლებს მისვლას და აქტივობებში ჩართვას. კერძოდ მაგალითად, უბნის მაკეტის შენება, რის მერეც ხდება აუცილებლად გამარჯვებული უბნის დაჯილდოება, ასევე სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ბრენდების მიერ არის მომზადებული, სხვადასხვა კერძებს მიირთმევენ, სასმელებს მიირთმევენ, სხვადასხვა ნაცნობი ბრენდებისგან. ბავშვებისთვის იქნება მომზადებული კუთხე, სადაც მათ შორის დიდების და პატარებით შეძლებენ, რომ ითამაშონ დავიწყებული და ყოველთვის საყვარელი უბნის თამაშები. მაგის ინტერპრეტირებას გავაკეთებთ და ასევე დღეს დაასრულებს ჯგუფი არა, რომელიც უმღერებს ყველა მეზობელს, რომელიც მოვა მეზობლობის დღეზე. კი ბატონო, ეს თამაშები ალბათ ეს რაც ისტორიის მანძილზე ჩვენთან არის ხოლმე უბნებში. ბავშვები რაღაც შეზღუდული რესურსებითაც რო მათ შორის ახდენდნენ ხოლმე რაღაც თამაშებს, მახსოვს რამდენი თამაში. ეს ტრადიციული თამაშები. ეგრეთ წოდებულ კენჭევითაც კი რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე, ძალიან საინტერესო იყო. კარგი მოგონებაა და იმის გაგვიძება ხო საერთოდ ის ბავშვები, რომლებიც ამას თამაშობდნენ, ეხლა უკვე დიდები არიან და ამას რო ნახავენ, მე მგონი თვითონაც ისინი ჩაერთვებიან ამ თამაშებში. ყველასთვის მოსარგები იქნება აბსოლუტურად. კი ბატონო, ნათია, ასევე მინდა გითხოთ, როგორც ვიცი, წლის უბნის გამოვლენაც ხდება და რის მიხედვით გამოვლინდება ამაზეც რო ვისაუბროთ. კი, გვეყოლება გამარჯვებული უბანი 4 სხვადასხვა კრიტერიუმით, როგორც Citycom-თან მიმართებაში, ასევე უკვე ღონისძიებაზე მათი აქტივობის მიხედვით. პირველ რიგში Citycom-ის მიმართებაში იქნება ის უბანი, რომელმაც ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შეაგროვა ბუნებრივია Citycom-ის დახმარებით, რომლის რუნვის ინდექსიც ყველაზე მაღალია. აქტივობას რაც შეეხება, ის უბანი იქნება გამარჯვებული, რომელიც უკეთეს ყველაზე კარგ მაკეტს აწყობს, ასე ვთქვათ, მისი უბნის დამახასიათებელი ნიშნებით.
და რომლის უფრო მეტი მეზობელი დაესწრება ამ ღონისძიებას. საბოლოო ჯამში გვეყოლება 1 წლის გამარჯვებული, ანუ წლის 1 გამარჯვებული უბანი, სადაც შემდეგ ღონისძიებას ჩავატარებთ ჩვენ. კი ბატონო, ასევე პარტნიორ კომპანიებზეც მინდა გკითხოთ, ვინ იქნებიან ამ ღონისძიებას. საკმაოდ დიდი მასშტაბი აქვს ამ ღონისძიებას, ხო როგორც ჩანს, სხვა უბნები აქტიობების საკმაოდ მრავალფეროვნება, როგორც ზრდასრულებისთვის, პატარებისთვის, გამარჯვებულების, შეჯიბრები ასე შემდეგ. პარტნიორები ვინ არიან, ვინ ჩაერთო ამ პროცესში? კი ბატონო, პირველ რიგში დავამატებ, რომ ამ მთავარ აქტივობასთან დაკავშირებით წამყვანები და ეს მთავარი ქალაქის მეზობლები, ყოველთვის ნაცნობები თათული ედიშერაშვილი და თამარ ნიკოლაძე იქნებიან, რომლებიც ზუსტად გაუძღვებიან ამ უბნის შენების პროცესს. რაც შეეხება პარტნიორებს, ძალიან მოხარულები ვართ, რომ წელს გენერალური სპონსორი ჩვენთვის არის კომპანია გორგია, რომელიც ასევე დაასაჩუქრებს დასწრებულ მეზობლებს და ასევე დავაანონსებთ, რომ ძალიან კარგი და მსხვილი პარტნიორობა იწყება ამ დღიდან ჩვენს და გორგიას შორის, რაც სიტიკომელებისთვის და მათი უბნებისთვის და სახლებისთვის კიდევ უფრო დამატებით ბენეფიტებს ნიშნავს. კი ბატონო, ძალიან მაგარი ამბავია და თანხმედრაშია პრინციპში თქვენი საქმიანობა და შენერი თანაკვეთა აქვს თან ამ ხელა კომპანიასთან. და ნათია, მოდი ბოლოსკენ წავიდეთ და კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, სად აღნიშნავთ მეზობლობის დღეს? 28 სექტემბერს მეზობლობის დღეს აღნიშნავთ წითელ ბაღში, ვასილ გოძიაშვილის ბაღში, ყაზბეგის ქუჩაზე. 16 საათიდან იწყება აქტივობა, 19 საათზე უკვე შემოგვერთება ჯგუფი არა, ამიტომ გელოდებით ყველას თქვენს მეგობრებთან, ახლობლებთან და რაც თავარია მეზობლებთან ერთად. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ დარწმუნებული ვარ, როგორც წინა წელს იყო, ახლა ჩვენივად ჩაივლის. თან ეს აქტივობებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და ვინც ხართ წევრები, აუცილებლად მოკლედ გირჩევთ, რომ დაესწროთ აღნიშნულ ღონისძიებას. ჩვენ სტუმრებს რაც შეეხება ნათია ორახელაშვილი, გაყიდვების უფროსი მენეჯერი სიტიკომის და ასევე ნინი წარიაშვილი სიტიკომის მარკეტინგის ხელმძღვანელი იყვნენ გადაცემაში სტუმრად. წარმატებებს გისურვებთ და მოკლედ გემშვიდობებით, შემდეგშიც უკვე 2 კვირის თავზე თუ არ ვთქვით, კვლავ საინტერესო თემებს გავაგრძელებთ ჩვენს მენელთან ერთად.